მოგესალმებით თქვენსმეთ გადაცემას რეგიონის დროით FM 102.4-ზე მე მისი წამყვანი ხატია ჯამალაშვილი ვარ. თქვენ შეგიძლიათ 40 წუთის განმავლობაში გვისმინოთ და არეგოთ პირდაპირ ეთერში დასვათ ნებისმიერი სახის კითხვა და ისაუბროთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე. დღევანდელი გადაცემის თემა ასოცირების ხელშეკრულება და სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 4.5 მილიონი ევროა. ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, ამიერიდან ხელშეკრულებას იურიდიული ძალა აქვს. სექტემბრიდან შეთანხმების 80% ამოქმედდება იმისთვის, რომ ქვეყანა საბოლოოდ ევროკავშირის წევრობისთვის მოემზადოს, აუცილებელია მთელი რიგი რეფორმები თითქმის ყველა სფეროში. სურსათის და საკობის უვნებლობის ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან უახლოეს პერიოდში ქართული პროდუქტი ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე მოხვდება. მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ევროკავშირმა 4.5 მილიონი евро გამოყო იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე წარმოებლების გადამზადება, მართვის სისტემის ჩამოყალიბება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მოხდეს. რამდენად მზად არის საქართველოს ევროპის ბაზარზე მოსახვედრად და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, ამ თემაზე ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ბატონი თენგიზ კალანდაძე და ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ინსტიტუციური განვითარების პროგრამების მენეჯერი ბატონი მიხეილ დოლობერიძე. ასევე გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში ჩაგერთვებიან სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა და საკარეჯოს გამგებელი გიორგი გზიშვილი. თუმცა ვიდრე უშუალოდ თემის განხილვაზე გადავალთ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩოძის მიერ მომზადებული სიუჟეტი მოვისმინოთ, სადაც ვრცლად არის საუბარი თემის შესახებ. ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობა ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნებას წარმოადგენდა. ამ ისტორიულ თარიღს ქართველი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ელოდა, რასაც საფუძველი მიმდინარე წლის 27 ივნისს ჩაეყარა. ამ დღეს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. 2 ივლისს კი ორ მხარეს შორის ხელის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა. ახალი რეალობის შედეგად ევროკავშირი სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის 4.5 მილიონი ევროს ოდენობით გრანტს გამოყოფს. ყოვლის მომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტი სააგენტოსთვის ახალი პროექტების განხორციელებას მოხმარდება. პროექტის მნიშვნელობაზე რადიო 1-თან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი საუბრობს. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გასცდის შესაძლებლობებს, რაც არის. ეს იქნება კიდევ ლაბორატორიული დადგენის და მიკვლევის შესაძლებლობა, ეს იქნება კიდევ ძალიან კარგი იმისთვის, რომ მოხდეს შესაბამისი დამსახურების გაძლიერება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ფუნქციების განხორციელებაზე. ეს არის ერთი მომენტი ძალიან დიდი, მაგრამ შენახვაზე ეს არ იმოქმედებს. ეს იმოქმედებს უბრალოდ საერთო სტანდარტების შემოღებაზე, სტანდარტების აფევაზე, ან ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებაზე და მის მონიტორინგზე და შესრულების მექანიზმებზე. ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში მოხდება მისი შეთანხმება ევროკავშირთან, სადაც ეტაპობრივად გაიწერება ყველა საკანონმდებლო ცვლილება ვადაში, როდის მოხდება ეს ყველაფერი და ეტაპები თუ ეს როგორ მოხდება. ქვეყანა გრანტის სწორად და მიზნობრივად განკარგვის საფუძველზე ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდება. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურული პრობლემები, მოგვარდება სანიტარული საკითხების ზედამხედველობა და კონტროლი გაძლიერდება ვეტერინალური კუთხით, დაინერგება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები. საწყის ეტაპზე რიგი ღონისძიებების შედეგად სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მენეჯერი მიხეილ დოლობერიძე განსახორციელებელ საკითხებზე და პროექტის შედეგებზე საუბრობს. მოსახლეობა იგრძნობს ამას, იმიტომ რომ მაგალითად ინსპექტორების ჯგუფის ძალისხმევით მაღაზიები და ლაქრება ვადაგასული და გაფუჭებული საკონელი. სასაფლაოზე დაიკვლება ის პირუტყვი, რომელიც არ არის დაავადებული და ჯანსაღი ხორცი მიეწოდება თქვათ მოსახლეობას. და ასე შემდეგ, ფიტოსანიტარული საკითხები მეტნაკლებად მოგვარდება ქვეყანაში, ვეტერინარიის კუთხით უფრო გაძლიერდება ზედამხედველობა და კონტროლი. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილ გრანტს ქვეყანაში შეფასებები მოჰყვა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი ვახტანგ კობალაძე პროექტს დადებითად აფასებს და იგი ჩასატარებელი სამუშაოების კონკრეტულ ვადებზე საუბრობს. დადებითი ფაქტია და ამ პროექტის განხორციელება ხელშეუწყობს, რა თქმა უნდა, სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესებას. ყოველთვის შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყანა არ არის მზად, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობა ემუქრება საფრთხე, ხო, იქ ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა მზად არ არის. არის დაგეგმილი სხვადასხვა სახის ნორმატიული აქტების მიღება და ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო ეფექტიანად და უფრო შედეგიანად იმუშაოს სახელმწიფო სტრუქტურებმა ამ კუთხით.
2020 წლამდე ბევრი სამუშაო უნდა იყოს გაწეული. ქვეყანაში არსებული ფიტოსანიტარული მდგომარეობა საჭიროებს მცირე უცვლილებებს, ამიტომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის საწყის ეტაპზე მონიტორინგს ყველა იმ სეგმენტზე გულისხმობს, რაც ცვლილებებსა და რეაბილიტაციას მოითხოვს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში. თქვენ მოისმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩოძის მიერ მომზადებული სიუჟეტი, თქვენისევ საზოგადოებრივ რადიოს და გადაცემას რეგიონის დროით უსმენთ. გადაცემის ონლაინ რეჟიმში ყურებაც შეგიძლიათ, ამისთვის უნდა მოძებნოთ რადიო 1.წერტილი-G და აირჩიეთ ფუნქცია ვიდეო ჩვენება, ასევე დაგვირეკეთ ნომრებზე პირდაპირ ეთერში 2409192 24092 და დაგვისვით თქვენთვის საინტერესო კითხვები. გადავიდეთ თემის განხილვაზე. ბატონო თენგიზ, თქვენთან მექნება პირველი კითხვა, ზოგადად რომ შევაფასოთ, რას ნიშნავს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება სურსათის უნებლობის და პროდუქციის რეალიზაციის კუთხით გულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს და მაყურებელს. მადლობა. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, რომ ამ თემით დაინტერესდით, ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავე თემა არის ჩვენი მოსახლეობისათვის. ეს ასოცირების ხელშეკრულება არის შეიძლება ითქვას საზედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენ ვიქნებით ალბათ ბედნიერები, როდესაც ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები და ეს ნიშნავს სწორედ იმას, ეს ბედნიერება სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით დაცულები მაქსიმალურად და ეს ადგურებს სიმშვიდე და სწორედ სიმშვიდის პერიოდში უკვე შესაძლებელია ჩვენ მოვიყვანოთ ჯანსაღის სურსათი, ვიკვებოთ ჯანსაღად და ასე შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად სურსათის უნებლობის კუთხით ამ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული არის სხვადასხვა პროცედურები. მე მინდა დავეთანხმო ჩვენი მინისტრის მოადგილეს ბატონ ილია კვიტაიშვილს, რომელმაც სიუჟეტში განაცხადა, რომ ჯერჯერობით აუცილებელია შედგეს საკანონმდებლო ბაზა, რაც იმას გულისხმობს, რომ ასეთი დოკუმენტი შედგენილი გახლავთ და ის უნდა გადაიხედოს, ეს არის მთავრობის დადგენილება 1756, რომელსაც ჩვენ ვეძახით სტრატეგიას, ანუ ევროპასთან საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა, სადაც 2020 წლამდე გაწერილია ყველა ის რეგულაცია და დირექტივა ევროპული, რომლის ქართული ანალოგი უნდა შეიქმნას და უნდა ამოქმედეს, მოხდეს მისი იმპლემენტაცია საქართველოში, რაც გულისხმობს შემდეგს. და პირველი რა არის? მე ესეთ ანალოგიას გავაკეთებ, რომ ჩვენ დღეს ჩავაბარეთ სკოლაში, პირველ კლასში, ევროპულ სკოლაში და დაახლოებით 7-10 წელი უნდა ვისწავლოთ, რომ საბოლოოდ ავიღოთ დიპლომი, ანუ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები. მაგალითად, ხორვატიამ ანალოგიურ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2003 წელს და 2013 წელს ის გახდა ევროპული ოჯახის წევრი. ეს ცნობილი ფაქტია. პოლონეთს დაჭირდა 11 წელი ამისათვის და რას აკეთებდნენ ისინი ამ წლების განმავლობაში? სწორედ ახდენდნენ საკანონმდებლო მიახლოებას იმ სტანდარტების დაკმაყოფილებას, რასაც ითხოვს ევროკავშირი. აქ ჩვენ დღეს სურსათის უნებლობაზე ვსაუბრობთ, ხოლო იქ სხვა უამრავი სფეროა, როგორც პენიტენციალურ სისტემაში, სასამართლოში და ასე შემდეგ. სურსათის უნებლობის კუთხით არის სურსათის რეგულაციები და დირექტივები ევროპული, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, ეს ინგლისურენოვანია და საქართველოში არის შექმნილი ჯგუფი ჩვენს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩვენი სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, რომლებმაც დაიწყეს ამ რეგულაციების ქართული ანალოგიების შექმნა და სწორედ ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეტაპობრივად, როგორც არის გაწერილი ამ სტრატეგიაში, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ყოველი წლის ბოლოს უნდა მივიღოთ და ყოველ კვარტალურად არის გაწერილი ეს სტრატეგია, უნდა მივიღოთ ის შესაბამისი დოკუმენტები და მოვახდინოთ მისი ამოქმედება. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, პირველი სამოქმედო ასოცირების ხელშეკრულება, რასაც ითვალისწინებს, სექტემბრიდან 80% უკვე ამოქმედდება, ვიდრე ევროკავშირის წევრები გავხდებით. რას გულისხმობს ეს 80%? ანუ თუ მოხდება, ჩვენ გვესმოდა ეს 500 მილიონიანი ბაზარი ევროპაში ვაჭრობა და ასე შემდეგ. რას ნიშნავს კონკრეტულად საქართველოსთვის ევროპაში მოხვედრა ევროპულ ბაზარზე? 80% ზოგადად ხელშეკრულების სხვადასხვა პუნქტები და არა მარტო სურსათის უნებლობის. მათ შორის მე როგორც მოგახსენეთ სურსათის უნებლობის კუთხით, აი ესე ვიდეოს გავემეორებ, გაწერილია სტრატეგია წლების მიხედვით, ჩვენ ეს უნდა დავაკმაყოფილოთ ეს სტანდარტები და ნელ-ნელა თუ დავაკმაყოფილებთ ამ სტანდარტებს, შესაძლებელია სწორედ ჩვენი ქართული პროდუქცია მოხვდეს ევროპის ბაზარზე. ევროპის 500 მილიონიანი ბაზარი არის ძალზედ მნიშვნელოვანი და რატომ? პირველ რიგში პოლიტიკური თვალსაზრისით, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროპის ბაზარი პოლიტიკური ნიშნით არ განიცდის არანაირ ყევებს.
როცა ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ ამ სტანდარტებს დავაკმაყოფილოთ შევა პროდუქცია, ესე იგი ეს ასე იქნება და არანაირი სხვა ქვეყნებისაგან, ჩვენი მეზობლებისაგან განსხვავებით, რაღაც პოლიტიკური ნიშით არ მოხდება, ასე ვთქვათ, დაბლოკვა ჩვენი პროდუქციის. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე დაცული ბაზარი გახდოთ და ყველაზე ძვირი ბაზარი გახდოთ. პირველი პროდუქტი, რომელზეც ჩვენ კონკრეტულად ვმუშაობთ, ჩვენი სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და უკვე 5 სხვადასხვა შეხვედრა გავაკეთეთ, მათ შორის CIB პროექტის დახმარებით, ეს არის თაფლი, ქართული თაფლი და რამდენიმე სხვადასხვა რეგიონში, ქუთაისში, კახეთში, თბილისში ჩვენ მოვახდინეთ ქართულ მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრა, მეფუტკრეობის პროდუქტები ზოგადად, მარტო თაფლი არა. თაფლს აქვს ყველაზე დიდი შანსი რომ მოხდეს. მე ვგულისხმობ ცხოველური წარმოშობის პროდუქტს, რომელიც მაღალი რისკის პროდუქტი გახავთ, თორემ დღეს ვიცით ჩვენ რომ ღვინო, წყალი და თხილი უკვე შედის ქართულ ბაზარზე და ცხოველური პროდუქტი, რომელიც დაბალი რისკის პროდუქტი გახავთ, ხოლო ცხოველურ პროდუქტს შორის ეს პირველი იქნება თაფლი. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ძალიან ინტენსიურად მეფუტკრეების შემოწმება, მათ ვაცნობთ ევროპულ სტანდარტებს რა უნდა დააკმაყოფილონ და ისინი, რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი პროცედურა იქნება და ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ მათ ვუხსნით რაოდენ მნიშვნელოვანია ევროპული ბაზარი. მაგალითად, ჩვენი ქართველი ფერმერი მეფუტკრე თუ წელიწადში ყიდის 5 ტონა თაფლს, მას ეს თავი ბიზნესმენი გონია, მაგრამ ჩვენ ვუხსნით, რომ ეს არის მაპატიეთ ჰობი, ანუ გართობა და 10 ტონა თაფლი მან თვეში უნდა გაყიდოს, თუმცა ევროპულ ბაზარზე ეს მოთხოვნა იქნება და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ევროპული ბაზარზე შესვლა ცოტა რთულია, რა კუთხით? ევროპა ითხოვს ბიზნესებს ვუყურებ, ევროპა ითხოვს ერთგვაროვან პროდუქციას და სტაბილურ მიწოდებას. სტანდარტს, რა თქმა უნდა. არა, მაღალ სტანდარტზე თავისთავად ვისაუბრეთ. იმ მაღალი სტანდარტის პროდუქციას უნდა იყოს სტაბილურად მიწოდებადი, ანუ გარკვეული რაოდენობა უნდა იყოს ეს. ანუ მცირე მეწარმეებზე? ამიტომ არის სწორედ ჩვენთან სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა კოოპერაციის განვითარების სააგენტო და სწორედ ამ შეხვედრებზე სააგენტოს ხელმძღვანელიც არის ჩვენს გვერდით და ის უხსნის რაოდენ მნიშვნელოვანია კოოპერაცია, რა პრიორიტეტები და უპირატესობებია კოოპერაციას და სწორედ ეს ერთ-ერთი მომენტი, როდესაც გაერთიანდებიან სხვადასხვა მეტაბლები, ისინი გაერთიანებული ძალებით შეძლებენ მაგალითად ერთგვაროვანი და სტაბილური იმ რაოდენობის თაფლის მიწოდებას ევროპული ბაზრისათვის. დღესდღეობით რა დონეა საქართველოში უხეშად რომ ვთქვათ, რამდენად აკმაყოფილებს ქართველი მწარმოებელი ევროპულ სტანდარტებს, მინიმალურს თუნდაც? გააჩნია რა პროდუქციაზე ვსაუბრობთ? თუნდაც ღვინის და წყლის შემთხვევაში, რომელიც პირველი მოხდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ. არა, ღვინო და წყალი უკვე შედის ამ შემთხვევაში ეს პროდუქცია აკმაყოფილებს რომ მოხდეს. რამდენი სახეობაა ღვინის თუნდაც ან წყლის? წყალი მე როგორც ვიცი შედის ბორჯომი და ნაბეღლავი, რაც მე ჩემი თვალით მინახავს და ღვინო საკმაოდ ბევრი სახეობის არის განთავსებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. და მაღალი სტანდარტის შესაბამისად რა თქმა უნდა. ის რომ არ აკმაყოფილებს არ შევიდოდა. ხილი თუ იგეგმება რომ გავიდეს ევროპულ ბაზარზე? ხილი იგეგმება, თუმცა აქ არის გარკვეული სირთულეები და ეს სირთულეები სწორედ ამ სტანდარტების დაკმაყოფილება გახავთ, ანუ ჯერ ჩვენ უნდა შევქმნათ როგორც მოგახსენებთ საკანონმდებლო ბაზა, ეს არის ევროპული მარკეტინგული მოთხოვნები, მარკეტინგული გახავთ ხარისხობრივი მოთხოვნები. საქართველოში არსებობს კანონი უვნებლობის შესახებ, ანუ უვნებელი უნდა იყოს პროდუქცია თავისთავად, მაგრამ ხარისხობრივ პარამეტრებსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევს ევროპა. მაგალითად, შემიძლია მოგეყვანოთ, რომ მათ პირდაპირ აქვს ციტრუსზე მარკეტინგული სტანდარტი. ყველაფერზე აქვს ციტრუსზე მოყავს მაგალითად, პირდაპირ წერია, რომ მანდარინი უნდა იყოს 8 სანტიმეტრის დიამეტრის, წვნიანობა გარკვეული პროცენტებით განსაზღვრული, არ შეიძლება რაღაც ნაოჭი გქონდეს და ასე. ეს შესაძლებელია ასეთი? რა თქმა უნდა, მაღალი სტანდარტის პროდუქციის მიღება შესაძლებელია, იგივე ჩვენი ატამი, რომელიც ახლა რუსეთში გადის, რუსეთსაც ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, თითქმის დაახლოებით საერთაშორისო ევროპული მოთხოვნები, ანუ ეს პროდუქცია სავსებით შესაძლებელია მოხდეს ევროპულ ბაზარზე. გასაგებია. ბატონო მიხეილ, თქვენთან გავაგრძელებ საუბარს. ევროპამ გამოუყო საქართველოს მორიგი დახმარება 4.5 მილიონი ევროს სახით, რომელიც ერთ-ერთი პატარა დეტალი იქნება, თქვა თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად. რას მოემსახურება ეს თანხა კონკრეტულად და პირველ ეტაპზე რისთვის იქნება გათვალისწინებული? პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, ვისალმო თქვენს მსმენელებს და მაყურებლებს. რაც შეეხება გრანტს, როგორც უკვე აღინიშნეს, არ არის პირველი ტრანში. 12 წლიდან არის, ხო, თორცდებდი. ეს უკვე მეორე ტრანში არის. საგრანტო დაფინანსების ფარგლებში სააგენტო განახორციელებს რისკ ღონისძიებებს, შეიქმნება ახალი სასწავლო მოდულები, რომლის მეშვეობითაც სურსათმცემლობის ინსპექტორების, ვეტერინარების და ფიტოსანიტარების, ასევე სააგენტოს სხვა თანამშრომლების გადამზადება მოხდება. შესაბამისად დაინერგდა მეორე რაც არანაკლებ
ჩემს აზრით უფრო მეტად აქტუალურია დაინერგება ახალი ტექნოლოგიები, საინფორმაციო ტექნოლოგიები. თანამედროვე ხო, ალბათ. და აღსანიშნავია პირველ რიგში ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემა. დაავადებათა ზედამხედველობის სისტემა და სურსათისუნებლობის რისკების ანალიზის ტექნოლოგიები. თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს თუ აისახება ქართულ მომხმარებელზეც, ანუ თუ დაინერგება ეს თანამედროვე სისტემა, თუნდაც ცხოველების აღრიცხვა, ხორცის პროდუქტების შემოწმება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიცით ინფორმაცია ბოლო პერიოდში, რამდენიმე ობიექტი დაიხურა, ეს სააგენტოს მიერ, თუ გაგრძელდება ესეთი ტენდენცია და შემოწმებები თუ იქნება უფრო ინტენსიური, თუნდაც ევროპული სტანდარტებით სამომავლოდ. სამწუხაროდ ეს შეკითხვა ჩემთან არა, ეს ბატონ თენგისთან არის. პრინციპში ზოგადად რო შეაფასოთ, ანუ თქვენ საუბრობდით რომ აღრიცხვა მოხდება. რა თქმა უნდა, ინსპექტორების კუთხით რამდენადაც შემდისრობელია გაძლიერდება და უფრო მეტი აქტივობა იქნება მაგ კუთხით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, თქვათ იგივე ჩვენი შვედი კოლეგების დახმარება, რომელთა პროგრამის მეშვეობით მოხდება ჩვენი ინსპექტორების გადაწყვეტილი უნიფორმებით აღჭურვა. მათ იქნებათ მობილური კამერები, რომელთაც შესაძლებელი იქნება მთელი ამ პროცედურების აღბეჭდვა პირზე და ასე შემდეგ. პირველ ფაზაში შეძენილი იქნა სპეციალური ეგრეთ წოდებული ინსპექტორების кейსები ქვია, რომელშიც არის ძალიან ბევრი თანამედროვე დანადგარი, რომელთაც შესაძლებელი არის პირველადი რაღაც ადგილზე ანალიზის ჩატარება, რომ შემდგომ უკვე ნიმუში წავა ლაბორატორიაში, იქ უფრო მეტი სიზუსტით მოხდება მისი. და რა იქნება შემდეგი ეტაპი გარდა ამ ბაზის მომზადების, ანუ თუ იგეგმება შემდეგი კიდევ სხვა ტრანშის გამოყოფა იმისთვის, რომ თქვათ უფრო თანამედროვე გახდეს ქართული წარმოება. სტრაშია საქმე მეორე ფაზა საკმაოდ ხანგრძლივია, 2 წელიწადნახევრიანია, როგორც იცით. და ფაქტიურად 2016 წლის ბოლომდე გრძელდება. და რას გულისხმობს? საკმაოდ ბევრი აქტივობაა ჩადებული ამ პროექტის მეორე ფაზაში. მესამე ფაზაც იგეგმება, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ჯერ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, სავარაუდოდ 2016 წლის აი ამ პერიოდისთვის უფრო ნათელი იქნება, რისთვის იქნება გამოყენებული თქვა მესამე ფაზა. დიახ, გასაგებია. და თქვენი აზრით, რამდენად მზად იქნება რეგიონი ბატონო თენგის რეგიონებში რა მდგომარეობა ამ კუთხით? თქვენ კი საუბრობდით, რომ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებთ რეგიონებში ფერმერებთან, წარმოებლებთან და ასე შემდეგ. რას ნიშნავს კოოპერატივის სისტემა? თუ აქვთ მათ ამის შესახებ ინფორმაცია, ყველას რა თქმა უნდა რეგიონში, იმიტომ რომ მაღალმთიან რეგიონებში ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობთ, ჩვენი გადაცემა ზოგადად რეგიონებს ეძღვნება და ზოგადად ვამბობ ყველა სფეროს. მოგახსენებთ, რაც შეეხება კოოპერაციიდან დავიწყებ, დღესდღეობით სულ რამდენიმე თვეა, რაც კოოპერაციის სააგენტო ამუშავდა და 100 სხვადასხვა სახის კოოპერატივია უკვე შექმნილი. რა თქმა უნდა, ეს არის ნებაყოფლობით საწყისებზე, ეს არანაირ კავშირში არ არის სტალინურ კოლექტივთან დაძალებასთან, განგულაკებასთან და კოოპერაციის სააგენტოს ხელმძღვანელი, კოოპერატივის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი აწუხებს ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს რეგიონებში და აწვის მათ პირდაპირ ინფორმაციას, საკმაოდ ესე დატვირთულ ინფორმაციას და ძირითადი ინფორმაცია სწორედ ის გახლავთ, თუ რა უპირატესობა აქვს კოოპერაციას, რატომ უნდა გაწევრიანდეს ფერმერი ან ფიზიკური პირი კოოპერატივში და ძირითადი უპირატესობები გახლავთ სწორედ ის, რომ გარკვეული შეღავათებია გადასახადის კუთხით, მათ გაცილებით ადვილად შეუძლიათ გარკვეული გრანტი მიიღონ, ძალაერთობაშია მოიხსენებათ და თვითონ ნაწარმოები პროდუქციაც უკვე შედარებით იაფი იქნება, მათ შეუძლიათ საერთო ტექნიკა და დანადგარები გამოიყენონ და ასევე კოოპერაციის სააგენტო, რა თქმა უნდა, მე ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ კოოპერაციის სააგენტო არ არის დიდი სუპერმარკეტი, რომელიც შემდგომი მოყვანილ პროდუქციას შეიძენს. ეს გლეხშირად გონია, რომ გასაღებაში დაეხმარება. გასაღებაში დაეხმარება ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ეს კოოპერაციის სააგენტოში ჩადებული ერთ-ერთი კომპონენტი, რომ ისინი მოიძიებენ სხვა შემსწრებელ ბაზრებს და მიაწვენ ამ ინფორმაციას სწორედ კოოპერატივებს. რაც შეეხება ჩვენი კუთხით, სურსათისმცემლული სააგენტოს კუთხით რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს და ინსპექტირებას, მოგახსენებთ, რომ წელს ჩვენ ავიყვანეთ დამატებით სულ მთლიანობაში ინსპექტორი არის 85-მდე დაახლოებით, როცა ვიყავით სულ 20 ჩვენ ინსპექტორები და მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ რეგიონალური პრინციპით დავიწყეთ ინსპექტირება, ანუ წინა წლებში იყო ცენტრალიზებული ინსპექტირება და თბილისიდან გადიოდა ინსპექტორი, ეხლა მივეცით დელეგირება ჩვენს რაიონულ რეგიონულ ინსპექტორებს და ისინი უკვე, რა თქმა უნდა, გავატარეთ გარკვეული ტრენინგები, პარალელურ რეჟიმში დადიოდნენ ძველ გამოცდის სპეციალისტებთან ერთად და უკვე დამოუკიდებლადაც დაიწყეს ეს ინსპექტირება და დიახ, რამდენიმე ობიექტი
ობიექტი იქნა დახურული ჩვენი ინსპექტორის მიერ, ანუ იქ დაფიქსირებული იქნა კრიტიკული შეუსაბამობა, რაც კანონით უკვე ჩვენ გვავალებს, რომ მოახდინოთ ობიექტის საწარმო პროცესის შეჩერება. დიახ, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ჩავთოთ საგარეჯოს გამგებელი ბატონი გიორგი გზირიშვილი. ბატონი გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ბატონი გიორგი, ჩვენ საუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ზოგადად და ევროპის ბაზარზე მოხვედრაზე. თქვენი აზრით, რამდენად მზად არის რეგიონი, თუნდაც თქვენი რეგიონი იმისთვის, რომ მოხვდეს ევროპულ ბაზარზე? ან რა პროდუქცია შეიძლება იყოს წარმოდგენილი? ამ დროისთვის ანუ ცოტა რთული ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში საჭირო არის ამ საკითხის ძირითადად შესწავლა. ხო, რაც შეეხება პროდუქციას, რა პროდუქციის გატანა შეიძლება. საზოგადოებრივ არ იქნება ორიგინალური თუ ანუ გამეორწმი და გამოვიტყვის ჩემი კოლეგების აზრად. ვახმოვანებ ასე ვთქვათ და ვთქვა რომ ეს მაინც კახეთში რაც არის. დიახ. ძირითადად ეს არის მევენახეობა, ანუ ღვინოს გულისხმობ, ქართულ ღვინოს და რა თქმა უნდა მესაქონლეობა. დიახ. ბატონო გიორგი, რამდენად დაინტერესებულია მოსახლეობა ამ ახალ სიახლით ზოგადად და თუნდაც ბატონი ჩვენ სტუმარი საუბრობდა ბატონი თენგიზი კოოპერატივების შექმნაზე, თუ არიან ისეთი დაინტერესებულები, რომ ჩაერთონ აქტიურად ამ სისტემაში და თქვათ მოხვდნენ, მიეცეთ შანსი, რომ მოხვდნენ ევროპულ ბაზარზე? რა თქმა უნდა არის დაინტერესება საკმაოდ დიდია. მე ჩემს საახლობლოში, საახლობლოში, რომელიც ფერმერობით არის ნაკლებულები, მსახიობებით და გადიან და შესაბამის ტრენინგებს, ანუ მათ უსმიან თუ ანუ რა სიკეთეები შეიძლება მოიტანოს კოოპერატივმა მათთვის ამ ერთობამ, მას ფუტბოლდომე მუშაობამ და ფაქტობრივად აქეთ ანახმოა იმისთვის, რომ მიიღო გაწევრიანდნენ კოოპერატივებში და შესაბამისად უკვე დაიწყო გუნდური მუშაობა და შექმნა პროდუქცია, რომელიც ყველა აქცენტი ეყოლა დათვა აქემაზე, რომ გაიტანოს საზოგადოებრივ შესაბამისად მიიღოს უფრო მეტი შემოსავალი. ამ ეტაპზე თუ გააქვთ მათ თუნდაც რუსეთში თავის პროდუქცია, ანუ თუ აქვთ ესეთი გამოცდილება? ამ დროისთვის ვერ გეტყვი ზუსტად. ერთადერთი შემიძლია ვთქვა ის, რომ ამ დროისთვის კახეთიდან რუსეთში გადის ქართული ღვინოს ყველასთვის შემიძლია. დიახ, გასაგებია. ატამიც ხო, ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. კარგად გზანდებოდეთ. და ბატონო რეგიონის დროით თქვენი ადგილობრივი პარტნიორი ტალღაზე 102.4 დაგვირეკე 240 91 92 240 92 92 ან მოგძებნე ვებგვერდზე radio1.g და Facebook-ზე გადაცემა რეგიონის დროით ბატონო მიხეილ, გავაგრძელოთ საუბარი. ევროსტანდარტები საკმაოდ მაღალი დონის არის. თქვენ საუბრობდით, რომ აქტიურად ნერგავთ თუნდაც საგანმანათლებლო კუთხით გადამზადება და ასე შემდეგ. ამ ტრეინინგებს ვინ ატარებს, იმიტომ რომ ევროპული სტანდარტები ცოტა განსხვავებულია, თუ არიან უკვე, თუ თანამშრომლობენ უკვე ჩვენთან ევროპელები? ბატონო, გახსენებთ ტრეინინგების ჩატარების კუთხით ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ექსპერტებიც. თვითონ პროგრამის ფარგლებში ორი უცხოელი ექსპერტი ფაქტიურად მუდმივად ჩვენს გვერდშია. რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიური საქმიანობა არის, მაგრამ ძირითადში ეს ხდება თვეში, ვთქვათ, ერთი კვირით 10 დღით ჩამოდიან, გვიწევენ კონსულტაციებს, მე ბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში, მოგეხსენებათ არსებობს ელექტრონული საშუალებები ურთიერთობის, ასე რომ ეს ორი პიროვნება მუდმივად ჩართულია. ამასთან ერთად ამ ფაზაში იგეგმება ფიტოსანიტარიის კუთხით საკმაოდ ძლიერი ექსპერტის ჩამოყვანა, რომელთანაც ჩვენ გამოცდილება გვაქვს ჯერ კიდევ პირველი ფაზის დროს მუშაობის. და როგორი შედეგები ქონდა თქვენს უწყებას? ანუ როგორ აკმაყოფილებთ სტანდარტებს მონიტორინგის სისტემის მიხედვით? რის სტანდარტებს? აი თუნდაც აი ამ ტრანშის გამოყოფის შემდეგ, რაზეც იყო გათვალისწინებული ბატონმა თენგიზმა მოგახსენოთ უკვე საკმაოდ გაიზარდა რაოდენობაც ინსპექტორების და შესაბამისად გაიზარდა ინსპექტირების რაოდენობას.
თუ ადრე ტარდებოდა წელიწადში თუ არ მეშლება რა 20-25 შემოსება იყო რამდენიმე წლის წინ სტატისტიკაში დაფიქსირებული გასულ წელს საკმაოდ გაათმაგებულია ფაქტიურად და ყოველწლიურად იზრდება ეს შესაბამისად და აიცით რა მაინტერესებს ანუ თქვენ საუბრობდით უკაცრავა ტექნიკური ხარისხია თქვენ საუბრობდით მაღალ სტანდარტებზე ბატონო თენგის და ზოგადად გადამზადებაზე მაგრამ ზაფხულის პერიოდში საკმაოდ რთულია საკობის პროდუქტის შენახვა მაღაზიებში თუნდაც და უფრო ხშირი უნდა იყოს ინსპექტირება გაფრთხილება თუ მიეცათ იმ კომპანიებს და ობიექტებს ვინც დაიხურა რა თქმა უნდა გულისხმობს ამ ყველაფერს მაგრამ ჯარიმა რამდენი არის და რა სიტუაციებს თუ შეძლებენ ისინი სამომავლოდ მუშაობის საქმიანობის გაგრძელებას იგივე სფეროში. რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობით გაწერილი არის ეს პროცედურა, როგორ იქცევა ჩვენი ინსპექტორი მოცემულ შემთხვევაში, თუ ის ადგილზე დააფიქსირებს კრიტიკულ შეუსაბამობას ობიექტი იხურება და პარალელურად ჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ამის შემდეგ ობიექტი საწარმო თუ გამოასწორებს იმ დარღვევებს, რა შენიშვნების მისცა ჩვენმა ინსპექტორებმა, რა თქმა უნდა, მას შეუძლია განაახლოს ეს პროცესი ხელახლა ჩვენი გადამოწმების შემდეგ. ჯარიმებს რაც შეეხება მაგალითად საჯარიმო სანქციები გაწერილი არის ჩვენს კანონში, რომელსაც რუსეთის უნებლობის კოდექსს ვეძახით. პირველი ჯარიმა ეს არის ბიზნეს ოპერატორი უნდა იყოს დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, როგორც საკვები პროდუქტების მწარმოებელი, ანუ ეს ცალკე განმეორებითი კიდე მეორადი რეგისტრაცია გახლავთ. ანუ არ არის საკმარისი მხოლოდ საგადასახადო კუთხით რეგისტრაცია. თუ არ არის იგი რეგისტრირებული როგორც ბიზნეს ოპერატორი, არის ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ვარცხები. ასევე კრიტიკული შეუსაბამობის დროს არის 1000 ლარი, ასევე ხორცი თუ იყიდება ფორმაურის ვეტერინარული საფუძვლის გარეშე არის 1000 ლარი და ესეთი რაოდენობის საჯარიმო სანქციები გახლავთ. თუ აისახება ეს საჯარიმო სანქციები და მაღალი ევროსტანდარტები ქართული პროდუქციის ფასზე, თუნდაც ქართველი მომხმარებლისთვის, თუ გაიზრდება ფასი. არა, რა თქმა უნდა, ზოგადად აქ დავა იყო რომ ეს ჯარიმები, არასამთავრობოები გვეუბნები, ანუ ჯარიმები გაცილებით იაფია და უნდა გავზარდოთ, თუმცა მე ამას უფრო მაღალი უნდა იყოს მოთხოვნა. ხო, არასამთავრობოები ფიქრობენ ასე, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, იმიტომ რომ ჯარიმის ოდენობა არ განსაზღვრავს საწარმოს კარგ და ცუდ მუშაობას. მე არ შემხედრია ჩვენს პრაქტიკაში ისეთი საწარმო, რომელიც არ გვემორჩილება, არ მოყვება და არ ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ასე რომ 1000 ლარი დააჯარიმებ 5000-ით, ამას დიდი მნიშვნელობა. აბა რატო ხდება მაშინ დახურვა ობიექტების, ანუ უბრალოდ არ აქვს საშუალება რომ გაითვალისწინოთ თქვენი რეკომენდაცია. ობიექტების დახურვა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ზოგიერთ ობიექტზე პირველად მივდივართ, ან მეორედ მივდივართ, ანუ ამ წლების განმავლობაში სააგენტო გაჩერებული იყო და ინსპექტირება არ ხდებოდა, ამიტომ მეწარმეები არიან მიშვებული, მათ არ იციან ბევრმა ჩვენი არსებობის შესახებაც კი და ეს ეხლა იწყება, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი გაცნობა, ინსპექტირება, საწარმოებში შესვლა და სადაც ძალიან მძიმე სიტუაცია, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ობიექტის დახურვა. არის მეორე შემთხვევა, რომელსაც არაკრიტიკული შეუსაბამობა ქვია ჩვენი კანონმდებლობით, ამ შემთხვევაში ჩვენ ობიექტს არ ხურავთ და არ ვაჯარებთ, მათ ვეუბნებით, რომ პარალელურ რეჟიმში მათ შეუძლიათ გამოასწორონ ეს დარღვევები, თან იმუშაონ არც საჯარიმო სანქცია და ვაძლევთ რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა გამოასწორონ ის დარღვევები, რაც იქნა აღმოჩენილი. გასაგებია, მორიგი ჩართვა გვაქვს პირდაპირ ეთერში, ამჯერად ვახტანგ კობალაძე გვერდება, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი. ბატონო ვახტანგ, მოგესალმებით. ამბობ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ბატონო ვახტანგ, ჩვენი თემა არის ასოცირების ხელშეკრულება და ზოგადად ევროპულ ბაზარზე მოხვედრა. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ქართველი მწარმოებლების ევროპულ ბაზარზე მოხვედრა და რამდენად შეძლებენ ისინი ევროპული სტანდარტის დაკმაყოფილებას? ქართული მწარმოებლების ნაწილი უკვე არის წარმოქმნილი ევროპულ ბაზარზე. დანარჩენი ნაწილი, დიახ. ბატონო? დანარჩენი ნაწილი, უფრო რომ გაფართოვდეს მათი. რეალური არის, რა თქმა უნდა. მით უმეტეს რომ მოგეხსენებათ ახლა ხელსაყრელი პირობები ექნება ჩვენს პროდუქციას ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად და გარდა ამისა ხელსაყრელი პირობები ინდივიდუალური გარემო იქნება ინვესტიციების განხორციელებისათვის ქვეყანაში, რადგან შეიძლება უფრო მეტი იმედით კი დავამყაროთ, ვიდრე არსებული ახლა წარმოებული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე მოხვედრას. იმიტომ რომ ფაქტურად ჩვენი ბაზრიდან შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მეწარმემ გაიტანოს თავისი პროდუქცია ევროპის ბაზარზე და შესაბამისად სტიმულია მათთვის რომ აქ დააბანდონ დამატებითი ინვესტიციები. თქვენი აზრით, რამდენად მზად არიან რეგიონებში მცირე მეწარმეები თუნდაც ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად?
რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ნებისმიერი მეწარმე, მათ განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები შეძლებენ ევროპულ ბაზარზე გასვლას. ეს არც არის აუცილებელი და მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყნებშიც არ ხდება ისე, რომ ნებისმიერ მცირე მეწარმეს ექსპორტზე გააქვს პროდუქცია. თუმცა მსხვილი მეწარმე არც ისე ბევრია საქართველოში. თუმცა მსხვილი მეწარმეც არც ისე ბევრია საქართველოში, ესე მასშტაბურად რა წარმოადგენს პროდუქციას. კი ბატონო, მაგრამ იგივე მცირე მეწარმეებს შეუძლიათ საუშვად შექმნან კოოპერატივები, გარდა ამისა შეიძლება პროდუქტად მსხვილმა მეწარმეებმა შეიწყიდოს პროდუქცია მცირე მეწარმეებისგან და ესეთ ფორმით გაიტანოს. სოფლის მეურნეობის პროდუქცია ასეთი სახით მოგეხსენებათ გადიოდა წლების განმავლობაში და ახლაც რა თქმა უნდა არის შესაძლებლობა რომ იქნას გატანილი. თქვენი აზრით, დიახ, უკაცრავად გაგაწყვეტინეთ დაასრულეთ. არ უნდა გქონდეს რაღაც გადაჭარბებული მოლოდინი. ჩვენი საქართველოს ბაზარი ისედაც იყო სარგებლობდა განსაკუთრებული პირობებით ევროპულ ბაზარზე ბოლო წლების მანძილზე. პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი იყო გათავისუფლებული, შემცირებული საბაჟო ტარიფებით სარგებლობდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი პროდუქცია ვერ სარგებლობდა, ჩვენი ეკონომიკა ვერ სარგებლობდა სამწუხაროდ. ასოცირების ხელშეკრულების გამო ალბათ. ასოცირების, არა, მანამდე ხდებოდა ეს ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ უკვე ეს ხელსაყრელი რეჟიმი დროში არ არის შეზღუდული, ადრე ხდებოდა ამის რაღაცა დროის შემოფარგლა რაღაც დროით და მე მოხდა გაგრძელება და ამ შემდეგ. ეხლა უკვე დროში არა ვარ შეზღუდული და განუსაზღვრელი ვადით შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, რაც ასევე ინვესტორებისათვის დამატებითი სტიმულია უფრო. დიახ, საბაჟო გადასახადების დიახ მოხსნა. რაც სარგებელს მოუტანს კიდევ ასოცირების ხელშეკრულება ამ კუთხით საქართველოს, გარდა საბაჟო გადასახადების ევროპული ბაზრის და ასე შემდეგ. მაღალი სტანდარტები დაინერგება საქართველოში, თქვენი აზრით ხომ არ იქონიებს გავლენას ქართული პროდუქციის ფასზე? დიახ, მომხმარებლისთვის. ისიც რა არის, რაღაც ფასებში რაღაცა ცვლილებები შესაძლებელია რომ მოხდეს, მაგრამ მთლიანობაში ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. თუ კი ადრე ხდებოდა კონკურენცია დაბალი ხარისხის ხარჯზე და მომხმარებლის ხშირ შემთხვევაში ინტერესების უზრუნველყოფის ხარჯზე, მაშინ როდესაც ბაზარზე დადგინდება ჯანსაღი თამაშის წესები, ხარისხისადმი იქნება მოთხოვნა სტაბილური და შეუხსევადი, ხო? მაშინ მეტარმეები უკვე ერთმანეთს შეეჯიბრებიან ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში და ამ გზით მომხმარებლის მოზიდვაში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის და მსმენელი ყავს და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. ხარია ყველაფერი ეს რასაც რაზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ ჩვენიც გაფრთხილებია, ასე ვთქვათ. გადის, ჩვენ მალე ალბათ ხილით აღარ გვექნება საქმეს. კი, კარგია, რომ გლეხი ამოისუნთქავს და ფერმერია ამოისუნთქავს, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება, პენსია არ იზრდება და მოხუცი ადამიანი ხილსაჩვენ არ შეჭამს. გაძვირდა ყველა, საძამთრო 60 ტეტრიჩი. გასაგებია, დიდი მადლობა. ანუ ეს გარკვეულწილად ჩვენი თემის გაგრძელება, ანუ ფასებთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმარი ბატონი ვახტანგი საუბრობდა, რომ არ უნდა გქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი. თქვენი აზრით ბატონო მიხეილ, რას ნიშნავს ეს? ანუ ჩვენ გვაქვს გადაჭარბებული მოლოდინი, ანუ რას მოგცემს ზოგადად ეს ასოცირების ხელშეკრულება და ევროპაში გასვლა? ორივესთან მოხს ეს კითხვა და ამიტომ არა, დიახ, ზოგადად ვაჯამებთ გადაცემას და ამ კუთხით გეუბნებით, თუნდაც ის რომ გამოიყოფა მორიგი დახმარებას ევროპის მხრიდან გრანტის სახით, რაზე გაიწერება კიდევ ერთხელ რომ გითხრათ და ზოგადად რომ შევაჯამოთ, რა მოლოდინი უნდა გქონდეს? კი ბატონო, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რა, ეს გრანტი არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ სურსათი პროდუქტი გავიდეს ევროპულ ბაზარზე. ეს არის განკუთვნილი მხოლოდ და მხოლოდ იმ ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, რომელიც მოწოდებული არის ევროპასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებით. ეს ერთ-ერთი კომპონენტია მნიშვნელოვანი. ეს არის სურსათის ეროვნული სააგენტო და მას ხმარდება ძირითადში. ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მოხდება
ნაწილობრივ ლაბორატორიის ქსელის გაძლიერება და ეს არის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საბაჟო ადმინისტრაცია და საბაჟო კონტროლის. აი ეს არის სამი ინსტიტუტი, რომელიც არის ბენეფიციარი ამ გრანტის. დანარჩენი საქმიანობა მთლიანად არის დამოკიდებული ამ სამ ინსტიტუციაზე, პლუს რა თქმა უნდა პოლიტიკის განსაზღვრელ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. გასაგებია. ბატონ თენგის, თქვენს რომ შევაჯამოთ გადაცემა, თქვენ საუბრობდით გადაცემის დასაწყისში ეთერს მიღმა, რომ შეიძლება გადაჭარბებული მოლოდინი კონდეს ქართულ მოსახლეობას ამ ყოველდღიურ დაკავშირებით. მე არ ვიცი, გარკვეული წრეებიდან შეიძლება მეჩვენება, არ ვიცი, წინა მთავრობას გულისხმობ, რომ სპეციალურად უქმნიან გადაჭარბებულ მოლოდინს, ესე არ არის რომ ხვალიდანვე ჩვენ შეგვიძლია კიტრი, პამიდორი და ატამი ევროპაში გავიტანოთ და მით უმეტეს გლეხის მიერ წარმოებული ესე ვერ მოხდება ამ პროდუქციის გატანა, უნდა იყოს აუცილებლად დიდი ფერმა, კოოპერაცია, შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება, აქ იგულისხმება როგორც თვითონ პროდუქციის ხარისხი და უნებლობა, ასევე შეფუთვა, ტრანსპორტირება, დაფასება, ყველაფერი ასეთ მნიშვნელოვანია. ეს ხელშეკრულება მოგვცემს ჩვენ შემდეგს, მე დავეთანხმები ბატონ ვახტანგს. პირველი ის, რომ ნებისმიერი ინვესტორი იქნება დაინტერესებული უცხოელი, თუნდაც ჩამოვიდეს საქართველოში და აქ განახორციელოს სერიოზული ინვესტიციები, რათა საქართველოს აქვს უკვე პრიორიტეტი და უპირატესობა იმისა, რომ მან გარკვეული შეღავათებით შეიტანოს ევროპაში პროდუქცია. აქ არის ორი სახის მოთხოვნაზე საუბარი. ეს არის სატარიფო პრეფერენციები, რომელიც თავისთავად გულისხმობს საბაზრო გადასახადების მოხსნას, ანუ ბაზარზე შედიხარ უკვე დაბალი ტარიფებით და ფასები არეგულირებს ბაზარს როგორც მოიხსენება და ასევე არის არასატარიფო პრეფერენციები, რაც სწორედ სტანდარტებს გულისხმობს. ანუ სტანდარტების დაკმაყოფილებას, პროდუქციის უნებლობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების დაკმაყოფილებას. აი სწორედ ჩვენ საუბრობთ ამაზე, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ის საკანონმდებლო ბაზა, რაც მე მოგახსენეთ, რომელიც გაწერილი არის ჩვენ სტრატეგიაში და შემდეგ მეწარმეებს უნდა უთხრათ პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, რომ მათ უნდა დააკმაყოფილონ სწორედ ეს სტანდარტები, თუ მათ სურთ რომ შევიდნენ ევროპულ ბაზარზე. აი, უახლოესი პერიოდი, როდის შეგიძლიათ დაასახელოთ, მინიმუმ რამდენი წლის განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს პროდუქციის ჩამონათვალი? მაგალითად, დაახლოებით 1 წელიწადში ჩვენ შევძლებთ თაფლი შევიტანოთ, მაღალი რისკის პროდუქტებზე ვსაუბრობ, შემდგომ შესაძლებელია და მიდის ინტენსიური, ასე ვთქვათ, მუშაობა ევროექსპერტებთან, ეს არის შავი ზღვის კავშირია, რომელიც მათ სურთ და ჩვენ თევზ მჭერებს და მეთევზებთან ძალიან ინტენსიური შეხვედრა ჰქონდა, ასევე ჩამოსული იყო ევროპის FAO სპეციალური მაკონტროლებელი ინსპექტორატი, რომლებმაც ადგილზე ფოთში და ბათუმში დაათვალიერეს გადამამუშავებელი წარმოებები, მოგცეს გარკვეული შენიშვნები და მიმდინარეობს ახლა ამ შენიშვნების გასწორება და ესე ძალზედ მნიშვნელოვანია აისახება ქართულ ეკონომიკაზე. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია დაუბრუნდეთ ისევ ხილბოსნეულს, ანუ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ის, რომ თითოეულ გლეხს შეეყოს და მან იგრძნოს ეს. იგივე მაგალითად ღვინის გატანა თითოეულ გლეხს ეხება, იმიტომ რომ კარგად აბარებს ყურძენზე შაშან, თქვენ ნახეთ, რომ ძალიან კარგად წარიმართა რთველი და რაჭაში საფანჩკარი ყურძენი 7-8 ლარი ღირდა უკვე და ამოისუნთქა გლეხებმა და კახეთშიც კარგი ფასი ჰქონდა თეთრ ყურძენს. იგივე მაგალითად ატამი, რომელიც ახლა რუსეთში ჩვენ გავხსენით და გადის პირდაპირ გლეხის ჯიბეზე აისახება, ჩვენი მიზანი სწორედ ეს გახლავთ, რომ გლეხის ჯიბე რაც შეიძლება მეტად გასკელდეს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ბატონი თენგიზ კალანდაძე და ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მენეჯერი ბატონი მიხეილ დოლობერიძე. პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობდი მე, ხატია ჯამალაშვილი, ჟურნალისტი ანი არჩევაძე, გადაცემის პროდიუსერები დავით ნინიკაშვილი და ხათუნა რეხუიაშვილი, ხმის რეჟისორი თამრიკო ჯანელიძე, ასევე გადაცემის ჩანაწერის ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ საზოგადოებრივი რადიოს ვებგვერდზე radio1.gr-ში. მომავალ კვირას 2 საათზე შევხვდებით. მადლობა.